რუტინიზაცია არ უნდა მოხდეს და არ უნდა შევყვეთ მათ თამაში. ამიტომ დღეს პაატა შემოგია მდინარაძეს დაუწერა ლექსი. ძალიან კარგი. კი. თუდი სიტყვების გამოყენების გარეშე. ბატი არ უნდა განდონო, ხო? რაღაც ასე იწყებოდა. ბატი არ უნდა განდონო. აი ეს ლექსი დაუწერა და ჩვენი კრეატიულობის, ჩვენი რაღაც შინაგანი გიჟვრაცუობის, სილაღის ამ ყველაფრის ჯერა თავარი რაც არის, ესაც არის რეცეპტი და ესეც არის გამოცდილება, არ უნდა გაიჩვეულებრივო ეხლა რაც ხდება. ჩვენ თავს ყოველდღე უნდა ვუთხრათ, ყოველდღე ყველას გვარი გავიხსენოთ, შევიდეთ, მოვიკითხოთ, ნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ივანიშვილის ციხეში ყავს ეხლა, ჩვენი მძევლები არიან. ჩვენ წაგვართვეს ხალხი, რომელიც ჩვენი გამოსახსნელია. და უნდა მოვიფიქროთ რაღაც, იმიტომ რომ პროტესტი არ უნდა დავიდეს, რუსთაველი გადაიკეტა, არ უნდა გახდეს მიზანი. ეს არის ინსტრუმენტი და არა საბოლოო მიზანი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ინსტრუმენტი თუ არ გაქვს, ეხლა ხო ვერ გააკეთებ, მაგრამ ეს ინსტრუმენტი არის ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს ამისთვის და გვჭირდება ამიტომ გაფართოება ამ პროტესტის აუცილებლად რა. ეხლა ეს ილუზია რომ მარტო იქ მაგრამ აი მართლა ჩდება უკვე საზოგადოებაში 37 წლის ალუზიები და ეს რაღაცა შიშის და ტერორის ეპოქა თითქოს ნელ-ნელა გვიახლოვდება და ეს განაჩენის ტოლფასი კაკუნი შეიძლება ნებისმიერი პროტესტანტის კარზე გავიგოთ თუ თქვა არ იქნება საკმარისი წინააღმდეგობა.